საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს, რომელიც მათ შორის დღეს ირკვევა, რომ კანონ პროექტით იქნება დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებები, ანუ მას კანონის ფორმა ექნება. რისთვის არის ეს ყველაფერი? ჩვენ მოვისმინეთ ასევე მაკა ბოჭორიშვილის კომენტარები TV პირველი შაბათის რეპორტაჟის დროს. მადლობ დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ახლა პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს ცვლილებები არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადებული. ისევე როგორც არავინ არ ეკითხება არაფერს თვითგამოცხადებულ ასე ვთქვათ მინისტრს, იმიტომ რომ მთელი სისტემა, რა თქმა უნდა, დღეს იმართება ერთადერთი დღის წესრიგით, იმ დღის წესრიგით, რომელსაც უდგენს დღეს აი ამ საოკუპაციო რეჟიმს საკუთარი პატრონები მოსკოვში და დავალებები გაიცემა და ასე ვთქვათ მათი აღსრულების გეგმა გინდება სუსის მიერ. ამიტომ როგორ გითხრათ, აზრიც კი არ აქვს მოვკითხოთ რამე ვიღაცა ადამიანს, რომელმაც გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, ვისაც არავინ არაფერს არ ეკითხება. მას დაუდეს სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გაიწმინდოს სისტემა ყველა კადრისგან, რომელიც ასე ვთქვათ, ავლენს რუსეთისთვის არასასურველ პოლიტიკურ შეხედულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ რჩება ერთგული საქართველოსი და საქართველოს კონსტიტუციის და ამისი ყველაზე მარტივი გზა არის რეორგანიზაცია, ეს არის კანონის შეცვლა იმგვარად, რომ უზარმაზარი დისკრეცია ეძლევა სუს ამ შემთხვევაში გასცეს დავალება შესაბამის უწყებაზე, ვინ უნდა დატოვოს სამსახურში, ვინ უნდა გააგდოს და ასე ვთქვათ, ვინ სად უნდა იყოს განთავსებული. ანუ რაღაც საშტატო განრიგს ახლა სხვა ქვეყნები ასე ამ დონეზე არ შეწუხდება, ქვეყანა მაგალითად რუსეთი, რომელსაც გულისხმობთ. აქ ფიქრობთ, რომ რომელ ქვეყნებში იყოს მეტი წარმომადგენელი და რომელში ნაკლები, აი ეს მიდგომა ცხადს რა ინტერესი აქვს თქვათ ქვეყანას საგარეო ფრონტზე, ანუ ამით შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ. ინას არა, რუსეთს აქვს ინტერესი, რომ საქართველო იყოს აბსოლუტურად დასუსტებული, ანუ საბოლოოდ ჩამოიშალოს ყველანაირი მიმართულებები, რომელიც მუშაობს ამ ქვეყანაში, ევროკავშირში, ნატოში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების გაძლიერების და შენარჩუნების. ანუ საქართველოსნაირი ქვეყანას დიპლომატიურ სამსახურს ალბათ არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე არ ვიცი, მაგალითად არანაკლები თანაზომადი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად არანაკლები მნიშვნელობა, ვიდრე მაგალითად ჯარს, იმიტომ რომ მე შემიძლია გავიხსენო 2008 წელს, როდესაც მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზე, მათ შორის პროპაგანდისტულ ფრონტზე ჩვენ გვიწევდა ბრძოლა აი ამ უზარმაზარ მანქანასთან, რუსეთის მიერ ამუშავებულთან, ძალიან შეზღუდული რესურსებით, მაგრამ ფორმაში იყო დიპლომატიური სამსახური და სხვათა შორის ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ამბავი, საქართველოს ინტერესები გატანილი იქნა მიუხედავად ამის აი ამ ასე ვთქვათ, არათანაზომადი კონკურენციისა ძალიან ადეკვატურად მაშინ აი ამ უზარმაზარი გამოწვევის დროს. ასევე ცხადია, რომ გაურკვეველია როგორ შეიძლება, რომ ქვეყანას ჰქონდეს პრიორიტეტი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და მისი აბსოლუტური პრიორიტეტი არ იყოს ევროკავშირში წარმომადგენლობის გაზრდა, ნატოში წარმომადგენლობის გაზრდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე ჩემი ელჩობის პერიოდში ვიყიდე შენობა საქართველოს საელჩოსთვის ბრიუსელში და ჩვენ სპეციალურად მე მოვძებნე და ჩვენ ვიყიდეთ ისეთ შენობა, რომელიც იყო გათვლილი მომავალზე, იმიტომ რომ ძალიან მალე ჩვენ იმედი გქონდა, რომ 100-მდე ადამიანი უნდა ყოფილიყო დასაქმებული ამ წარმომადგენლობაში, იმიტომ რომ დღის წესრიგი იყო ევროკავშირში გაწევრიანება. როგორ შეიძლება, რომ შეამცირო დიპლომატიური წარმომადგენლობა მისიაში და თქვა, რომ ეს არის შენი პრიორიტეტი. მაგრამ გარდა ამისა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ის ჩანაწერები, რაც გაკეთდა ახალ კანონში, რომელიც აძლევს აბსოლუტურ დისკრეციას სუს თავისი შეხედულებებით მიუთითოს, იმიტომ რომ ისინი ხო უსმენენ ყველას, აკონტროლებენ, მიუთითოს პირდაპირ მის დაქვემდებარებაში მყოფ ეგრეთ წოდებულ მინისტრებს, ვინ უნდა თავისუფლონ
სამსახურიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ სულ ეძლევა სრული უფლება, რომ დიდი წმენდა ჩაატაროს და ასე ვთქვათ, მუდმივად წნეხის ქვეშ ყავდეს დიპლომატიურ სამსახურში მომუშავეები, იმიტომ რომ ჩანაწერი თვითონ კანონში იმდენად ფართოა, რაც ნიშნავს, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციის მარჟა, დისკრეციული ინტერპრეტაციის იმდენად ფართოა, რომ რა თქმა უნდა შეიძლება რომ ნებისმიერ ადამიანს მიუყენო, არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ადამიანმა თავის მეგობარს რამე უთხრას და ვიღაცა მოისმინოს, ის ჩაიწეროს და მერე გაათავისუფლოს სამსახურიდან. ასე რომ ეს არის რეპრესიული ნაბიჯები, რომელიც არის სუსის მიერ მართული ცხადია. მინდოდა კიდევ ერთი თემა, რომელზეც მინდოდა რომ მეკითხა თქვენთვის, ეს არის ქართული ოცნების ლიდერების გამოხმაურება, რომლებიც პრინციპში თავის კომენტარებში თქვენ TV პირველის ეთერში გაკეთებულ კომენტარს გულისხმობენ თითქოს და იყრდნობიან. დღეს ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ არ ვაპირებთ ქვეყანა ვინმეს განწყობებით მართოთ, ხალხმა იცის როგორ ჩატარდა არჩევნები, ან შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ, რომ მათო ოპოზიციას გულისხმობენ, რომ დამოკიდებული იყვნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ასე შემდეგ, რომ ოპოზიცია მოკლედ თავის გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ გარედან მართვით და გულისხმობენ თქვენს განცხადებას. არ ვიცი იქ ვთქვათ რას ჩაეჭიდნენ, იმიტომ რომ მე მოვისმინე ეს განცხადება, მაგრამ კიდევ ერთხელ საინტერესოა თქვენ როგორ განმარტავთ, როცა 20-20-სა და 20-24-ის პროტესტზე და ქვეყნის გარეთ ევროპაში განწყობებზე იყო საუბარი. ხო, მე ხშირად ვისაუბრე ამაზე, არ ვიცი, ვერ გეტყვით სუსიდან მართული მედია საშუალებები წყალწაღებული, რომ ხავს ეჭიდება ისე რის, ასე ვთქვათ, ოცნების ლიდერების განმარტებებს დავეყვნოთ ამ შემთხვევაში. ნუ ოცნების ლიდერები ცოტა სასაცილოდ ჟღერს ჩემთვის. წევრები ქართული ოცნების, მაგრამ კარგით. ანუ რომ მე ხშირად მომიყვანია ანალოგია 2020 წლის არჩევნები და 2024-ის, რატო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასაც განვუმარტოთ ჩვენ რამდენად სხვა ვითარება არის, ხო? დღეს განსხვავებული ვითარება, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში თვითონ არჩევნებს რაც შეეხება, დიახ, სიმართლე არის ის, რომ 2024 წლის არჩევნებმა ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, ძალიან მწვავე შეფასებები დაიმსახურა, ვიდრე 2020 წლის არჩევნებმა, სუფთა შეფასებით ნაწილში იმ ორგანიზაციებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს. გარდა ამისა, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ არჩევნების შემდგომ ქართული ოცნებამ არალეგიტიმაციას რაც შეეხება, ანუ ჩვენ ხურაზე ვსაუბრობთ, რომ ეს ხელისუფლება რამდენიმე მიზეზით არის არალეგიტიმური. ერთი არის გაყალბებული არჩევნები, რომელიც მას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას აყენებს ეჭქვეშ და ისეთ დონეზე აყენებს ეჭქვეშ, რომ ვერ მიიღეს მაგალითად აკრედიტაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუმცა აქვე გეტყვით, რომ პაპუაშვილი დღეს ამბობს, ასევე გეტყვით და საინტერესო ამაზეც მოკლედ რომ გვიპასუხოთ, რომ პასეს პრეზიდენტ შევხვდი და აინტერესებდა, როგორ რა შესაძლებლობა არსებობს, რომ დელეგაციამ აღიდგინოს თავისი მუშაობაო. ეს ვიცით პაპუაშვილისგან, თქვათ ამ შეხვედრის მეორე მხარე. ამისი ჩაწერილია შესაბამის რეზოლუციაში, რეზოლუცია განმარტავს, რომელიც მიიღო უზარმაზარი უმრავლესობით და შემდეგ მეორეჯერ ფაქტიურად დაამტკიცა საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლებლობა, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება და ეს კარგად არის ცნობილი პაპუაშვილისთვის. ის ახლა იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მის ხელისუფლებას, რომელიც გამოვიდა 28 ნოემბერს და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ასე რომ მის სიტყვას მათვე რო დავესწეს, ხო, მართლაც რომ ჩალის ფასი აქვს. რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, მე მინდა რომ საზოგადოებას უთხრა და ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ რამოდენიმე შრე აქვს, ხო, ასე ვთქვათ, დელეგიტიმაციას უკვე ამ ხელისუფლების. ერთი არის დემოკრატიული მანდატის არარსებობა და ამისთვის არის საჭირო ახალი არჩევნები, მაგრამ მეორე ეს არის ის, რომ ჩვენ დღეს გვმართავს ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც არის გასული კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. და რატო არის გასული კონსტიტუციის ჩარჩოებიდან? იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ეს პროცესი საკუთარი ინიციატივით ყოველგვარი მიზეზის გარეშე ამისთვის, რომელიც მათ შეიძლებოდა მიცემოდათ ევროკავშირისგან, შეაჩერა ეს
პროცესი. ამიტომ რამდენიმე შრი არის არალეგიტიმურობის ამ ხელისუფლების უკვე და ეს არის ძალიან განსხვავებული მოცემულობა, ხო? 20-20 წელთან მიმართებაში და ამიტომ არის რომ ეს სწორად ამ ევროკავშირის განწყობა ეს იყო მათი მხრიდან როგორც ხდები ეს თქვა ფრაზა რომელზეც ააგეს შემდეგ გზავნილები. ევროკავშირის აზრი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე წარმოვადგენ მე ვარ პოლიტიკოსი იმ ქვეყანაში, სადაც 10 საქართველოს მოქალაქიდან 9-ს უნდა რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამიტომ დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ გუშინაც, დღესაც და ხვალაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირის შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რეფორმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ შორის ევროკავშირში რო გაწევრიანდეს ეს ქვეყანა, ამისთვის უნდა შესრულდეს მთელი რიგი რეფორმები, რომელიც უნდა შეფასდეს მათი შესრულების ხარისხი ევროკავშირისთვის. ამიტომ დიახ, ძალიან დიდი განსხვავება არის ჩემს და არ ვიცი კონკრეტულად ვინ აკეთებდა კომენტარებს რუსული ოცნების წარმომადგენლებს შორის მათთვის მნიშვნელოვანი ხო ნუ მათთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს მათი პატრონი ვლადიმერ პუტინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი რომ ეს ქვეყანა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო რეალიზდეს რომ ჩვენ არ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან რომ ჩვენ არ დავკარგოთ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ამისთვის მე ვიცი რომ ძალიან ყურადღებით უნდა მოვისმინო ყველა ის ასე ვთქვათ პოზიცია რომელიც ჟღერდება ევროპაში იმიტომ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ ევროკავშირს იმიტომ რომ იციან რომ ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყანაში ისინი დაცულებიც იქნებიან მათი უსაფრთხოებაც დაცული იქნება რუსეთისგანაც და სხვებისგანაც პენსიაც ექნებათ მაღალი ხელფასიც ექნებათ კარგი განათლების შესაძლებლობაც ექნებათ და კარგი ჯანდაცვაც ექნებათ და ჩემი ვალი როგორც პოლიტიკოსის არის რომ ყველაფერი ეს უზრუნველყო ჩვენი ხალხისთვის და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრი იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირში სწრაფად უნდა გაწევრიანდეს ეს არის მადლობა სალომე სამადაშვილი იყო ჩვენი სტუმარი